სოფელ ველისციხეში საკვირაო სკოლა გაიხსნა. კვირაში 3 დღე მოსწავლეებს ღვთისმეტყველებას, ქარგვას, ქსოვასა და გალობას ასწავლიან. დეტალურად სიახლის შესახებ ინფორმაციას პროექტის ორგანიზატორი 5 შვილის დედა ნატალია ჩიმაკაძე მოგვაწვდის. ნატალია, გამარჯობა, მადლობა რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ნატალია, საზეიმოდ გახსენით საკვირაო სკოლა და მოგვიყევი, როგორ გაჩნდა იდეა, რომ ველისციხეში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მოსწავლეებს ღვთისსიტყვა უქადაგოთ და ხელსაქმე ასწავლოთ. იდეა ჯერ კიდევ მამა იოანე მიტიჩაშვილის დროს გაჩნდა, შემდგომ მამა ალექსი მაზანიშვილისა და ველისციხელი მრევლის დახმარებით მოხდა შენობის აშენება, რომელშიც ახლა გავხსენით სამრევლო სკოლა. სკოლაში შეისწავლება რელიგიის კურსი, რომელსაც ქალბატონი ქალთამზე შაქარაშვილი წყვება, ასევე სამშობლოსცოდნეობის კურსი, რომელსაც მოწვეული მასწავლებელი ლექსო გელაშვილი წაუწყება, ასევე იგეგმება სხვადასხვა მოძღვრების და პედაგოგების მოწვევა, გვექნება სახელობო წრეები, ქსოვის, ქარგვის, გალობის, ბავშვების ინტერესი დიდია, ჩართულობა გუშინ პირველი გაკვეთილიც ჩავატარეთ, ბავშვები მოხარულები არიან და მემედოვნებთ, რომ ღვთისშეწევნით ყველაფერი კარგად წარიმართება. დიახ. რა სამომავლო გეგმები გაქვთ? სამომავლოდ იგეგმება ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ბავშვები გაიცნობიან ადგილობრივ კულტურას, ასევე მოილოცავენ იქ არსებულ ტაძრებს, მონასტრებს, რითაც მათი თვალსაჩინო გაფართოვდება და მადლობა ყველა მშობელს, რომელიც ჩართულია ველისციხელებს, ვინც აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ამ პროექტში. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ბავშვებს შევაყვაროთ ერთმანეთი, სამშობლო, უფალი, ხელმძღვანელობთ ჩვენი პატრიარქის იდეით, ღმერთი სამშობლო ადამიანი, ეკლესიის წიაღში გაიზრდებიან ჩვენი ბავშვები და უფრო თმენები იქნებიან, მოსიყვარულეები, ერთმანეთის პატივისცემა იქნებათ, უფროსების პატივისცემა, ღვთისსიყვარული. ნატალია, რამდენად მნიშვნელოვანი არის, რომ ასეთი სკოლები იყოს ყველა სოფელში? ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვაქვს სურვილი ვემეგობრობთ სხვადასხვა საკვირაო სკოლებს, მოვიწვიოთ მათი პედაგოგები ჩვენთან, ბავშვები, ვესტუმროთ ჩვენც მათ, ერთმანეთს გაუზიაროთ გამოცდილება და ამით უფრო დავაახლოვოთ სხვადასხვა რეგიონის ბავშვები ერთმანეთს. დიახ. აი ახსენეთ, რომ უკვე ერთი გაკვეთილი ჩაატარეთ და როგორი შთაბეჭდილებებით იყვნენ მოსწავლეები, როგორ ჩაიარა ამ დღემ და რა ემოციები ჰქონდათ? პირველი გაკვეთილი დიდი სიხარულით და დადებითი ემოციებით ჩატარდა, ბავშვები მოხარულები იყვნენ ჩვენთან სტუმრობით, არ გვეთმობოდით, უნდათ რომ გაკვეთილი კიდე დიდხანს გაგრძელებულიყო. ვისაუბრეთ საქართველოზე, მის გმირ წინაპრებზე, ჩვენი თავდადებული მეფეებისა და დედოფლების ღვაწლზე. თავდაპირველად მოვილოცეთ ჩვენი ტაძარი, ბავშვებმა სანთლები ანთეს ხატებთან, ვიგალობეთ, ვილოცეთ, შემდეგ გადავინაცვლეთ შენობაში, სადაც ჩატარდა პირველი გაკვეთილი. ბავშვებისთვის პირველი დღე იყო ძალიან სასიხარულო, მათ აღარ უნდათ სახლებში წასვლა, შემდეგ ჩატარდა ქსოვის გაკვეთილი, სადაც გოგოები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებდნენ, ვინ იცოდა, ვინ არ იცოდა ქსოვა. ცდილობდით სახალისო ყოფილიყო ჩვენი შეხვედრა და მომავალშიც სხვადასხვა წრეებზე გაგრძელდება მუშაობები. მადლობა პედაგოგებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ამ საქმეში. რამდენად ჩართულნი არიან მშობლები თავად? მშობლების ჩართულობა დიდია, ისინიც იყვნენ გახსნაზე და მოხარულები არიან, რომ თავის შვილები ესეთ გარემოში იქნებიან. დიახ, თუ გეგმავთ, რომ სხვა სოფლის მოსწავლეების დაპატიჟოთ საკვირაო სკოლაში? ვეპატიჟებით ყველას, ვისაც სურვილი ექნება, მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს,
თავდაპირველად არჩეული გვაქვს სამშაბათი, შაბათი და კვირა და ვითვალისწინებთ იმას, რომ ბავშვები დადიან სხვადასხვა წრეებზე და იმის მიხედვით შევძლებთ განრიგის ჩამოყალიბებას. დიახ. თქვენ ახსენეთ, რომ აპირებთ ასევე სასულიერო პირების მოწვევასაც, ხომ? გაქვთ ეს გეგმაში? დიახ, მინდა მოვიწვიოთ მამა ბასილი ფოსური, მამა გიორგი და ბევრი სასულიერო პირი, რომელიც ცდილობს, რომ მომავალ თაობას ღვთის სიტყვა უხადაგოს. საინტერესოა, გაქვთ თუ არა დაფინანსება, თუ ენთუზიაზმით აკეთებთ ამ ყველაფერს? ამ ეტაპზე დაფინანსება არ აქვს, მხარში გვიდგას მამა ავთანდილი, მისი მხარში დგომით ხდება სამრევლო სკოლის ხარჯების დაფარვა. დიდი მადლობა, რომ მიიღეთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობა, წარმატებას გისურვებთ. მადლობა მოწვევისთვის.